რა მეტყობოდა გაბრაზების? რა შემატყილ გაბრაზების? სიტუაცია რაც ახლა ქალაქში ხდება და ეს პროცესები რაც მიმდინარეობს ზოგადად ქალაქში საკრებულოსთან მიმართებაში იქნება თუ უშუალოდ კოალიციასთან ურთიერთობები იქნება ეს არის მართლა რეაგირების საჭიროება რეაგირებისათვის ქმნის უკვე ამ საჭიროებას და მე ჩემი როგორც მაჟორიტარი დეპუტატის კიდევ მინდა ხაზი გავუსვა არავითარი შემსრულება ამ განცხადებას არ აქვს იმასთან რომ მეორე ეროვნული ფორუმის ფრაქციის თავმჯდომარე ან კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი აქედან გამომდინარე არ არის ეს განცხადება მანათუ საჭირო იქნება ამ მიმართულებითაც ვიმუშავეთ მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა გადავწყვიტე რომ აი ამ ყველაფერს რაღაცით უნდა უშველოთ გამოსავალი უნდა იყოს ეს განცხადება რა იყო ეს განცხადება იყო ზუსტად ამ გამოსავლის ძიების ერთ-ერთი ნაბიჯი და მე ვფიქრობ რომ პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე არ უნდა იმართებოდეს ვიწრო კლანური მმართველობიდან გამომდინარე და უნდა მეტი კომუნიკაბელურობა იყოს, მეტი კომუნიკაცია უნდა იყოს აბსოლუტურად ყველა იმ სუბიექტებთან, რომლებიც უქმნით ზოგადად აი ამ პოლიტიკას, აი ამ რეგიონში და იმ პრობლემების მიმართ, რომელიც არსებობს ჩვენ ქალაქში, უნდა ერთად ვიბრძოლოთ. აბსოლუტურად იგნორი მომდინარეობს იმ პიროვნებებისა და იმ ჯგუფების მხრიდან, რომელზეც მე საუბრობდი წერ. ანუ რა სიტყვით? მე ვითხოვ იმას, რაც გავაჟღერე ეთერში, მე ვითხოვ რომ ის არაპროფესიონალიზმი და ის არასწორი მენეჯმენტი, რომელიც მოდიოდა, ვთქვათ, გუბერნატორის მხრიდან და არაკომუნიკაბელურობა, რასაც ხაზი მინდა გავუსვა, არის სწორედ იმის ერთ-ერთი წინაპირობა, რაც ახლა არის შექმნილი ჩვენ ქალაქში ვითარდება. აქედან გამომდინარე ადამიანებმა, რომლებმაც დაუშვეს რომ ასეთი სიტუაცია შექმნილიყო ჩვენ ქალაქში, უნდა აიღონ პასუხისმგებლობა თავის თავზე. მე კიდევ მეორე პიროვნულად აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ აქვს ზურაბუსაშვილთან, პრობლემა მაქვს მის მმართველობასთან. მის იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ის აწარმოებს რეგიონში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პოლიტიკა არის შედეგებით იზომება ზოგადად, შედეგები არის ის, რომ სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე ვიარეთ 2012 წელს, ისე მოვიპოვეთ გამარჯვება და დღეს ქალაქი ერთ კვირაში შეიძლება ჩაბარდეს ოპოზიციას. და ის პროცესები რაც ხდება თუნდაც პარტიაში ქართულ ოცნებაში გულისხმობ ფრაქციის თავმჯდომარის მიერ პარტიის დატოვებას და ოპოზიციაში გადაბარგებას, ეს ყველაფერი არასწორი პოლიტიკური მენეჯმენტის ბრალია. ქალაქ საკრებულოში ოპოზიციის სიმრავლე გუბერნატორის ბრალია? გუბერნატორის და იმ პოლიტიკის ბრალია, რომელშიც ის აწარმოებს მმართველობას. არაფორმალური მმართველობა იქნება ეს თუ სხვა სახის მმართველობა. ჩვენ ეს განცხადებები ჰაერიდან არ მოგვიტანია და თქვენი თქმის არ იყოს გაბრაზებული სულაც არა ვარ. მეტყობა რომ გაბრაზებული ვარ ახლა. გონი არა. რაც შეეხება რაიონს? რაიონთან მიმართებაში რა გაინტერესებთ? კმაყოფილი ხართ გამგებლის მუშაობ? პრობლემები არის ყველგან. რა თქმა უნდა, რაიონშიც არის პრობლემები, მაგრამ რაიონში ის პროცესები რაც ვითარდებოდა საკრებულოში და ის რომ ქართული ოცნების ფრაქცია მისი უახლოესი ზოგიერთი ადამიანის მიერ ინსპირირებული რომლებიც ფიქრობდნენ რომ ბიუჯეტი ჩაეგდოთ უარყოფითად შეეფასებინათ გარკვეული სამუშაოები ეს იყო პირველი ბიუჯეტი შუის მიმავალი გეგმებზე რომელზეც ჯერ არ მინდა რომ ვისაუბრო აქედან გამომდინარე უფრო მეტი პრობლემები შეიძლება ვთქვათ შექმნილიყო მაგრამ მადლობა ღმერთს რომ არ შექმნეს პრობლემები და ბოლოს პაპნო კობერიძე თუ გაამართლა თქვენი იმედები თუ დავით ონიაშვილი მე ვფიქრობ რომ ეს არ არის ტოლფასწოვანი ისეთი ის სხვა რაიონში სხვა მუნიციპალიტეტში მუშაობს ეს სხვა მუნიციპალიტეტში მაგრამ მე თქვენი კითხვის შინაარსი მესმის და სხვათა შორის პაპუნო კობერიძისგან განსხვავებით დავით ონიაშვილის რეკომენდატორი მე არ ყოფილვარ კარგად